გამბაჟების ერთიანი პროცედურა იმპორტიორებისთვის და გამარტივებული კონტროლი ტურისტებისთვის საქართველოსა და თურქეთის ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო ღრმავდება. უახლოეს მომავალში აჭარისა და თურქეთის საზღვარზე ორი ქვეყნის მებაჟეები უკვე ერთობლივად იმუშავებენ. პრეზიდენტ სააკაშვილის და თურქეთის პრემიერის რეჯიპ ტაიპ ერდოღანის ბათუმურ შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი საბაჟო ურთიერთობების გამარტივება იყო. გადაწყვეტილების მიღებიდან ორ თვეში თითქმის ყველაფერი მზადაა იმისთვის, რომ ქართველმა და თურქმა მებაჟეებმა ერთად იმუშაონ. აღნიშნული ტერმინალში განხორციელდება საბაჟო კუთხით ყველა იმპორტიორისათვის განსაკუთრებული გამარტივებული სერვისის მომსახურება, რაც გულისხმობს გამარტივებული საბაჟო დეკლარაციების და მასთან დაკავშირებული პროცედურების გამარტივებული გზით მოგვარებას. თურქეთიდან საქართველოში და პირიქით საქართველოდან თურქეთში მიმავალ მგზავრებს აღარ მოუწევთ საბაჟო შემოწმების ორჯერ გავლა. თურქეთ-საქართველოს საზღვარზე ერთი საბაჟო პუნქტი იქნება, რომელშიც ორივე ქვეყნის მებაჟეები ტვირთს ერთად შეამოწმებენ. როგორც ეს შენობა აშენდება და შევა ექსპლუატაციაში თავისთავად ჩვენ გვექნება საშუალება, რომ ერთ პანჯარასთან გქონდეს საქმე და ერთ ადგილზე დავამთავროთ ყველა ჩვენი საბაჟო იმპორტისთან დაკავშირებული პროცედურა. სარფის საბაჟოც მე რამდენადაც ვიცი მიმდინარეობს რეკონსტრუქცია და ესეც არის ძალიან დიდი დროის მოგების ფაქტორი. აჭარაში სამუშაოების მიმდინარეობას დღეს ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი გაეცნო. ადლიას ახალი საბაჟო გამშვები და სარფის ახალი სასაზღვრო გამშვები პუნქტები თურქეთსა და საქართველოს შორის ტვირთბრუნვას და ტურისტულ მიმოსვლას საგრძნობლად გაამარტივებს. ეს პრეზიდენტების საქართველოს პრეზიდენტის და თურქეთის პრემიერ-მინისტრის ინიციატივა გახდათ და შემდგომში ჩვენ გავაგზავნეთ მოლაპარაკებები. ახლა ამ ეტაპში შეთანხმება მიღწეულია. ჩვენ ხელშეკრულებას უკვე ხელი მოვაწერეთ ერთობლივ მართვაზე. ტვირთი როდესაც ის კვეთავს საზღვარს, ის მოდის თურქეთიდან საქართველოსთვის ესე ვთქვათ აუცილებელ ოპერაციებს გაივლის თურქულ მხარეზე და შეიძლება ისე თუ ტვირთი კვეთავს საქართველოსდან თურქეთში, აქვე გაივლის ამ ოპერაციებს. სარფის და ადლიას გამშვები პუნქტების მშენებლობა უახლოეს მომავალში დასრულდება. ევროპული დონის პუნქტები თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვება. გაკეთდება ცალკე გასასვლელები სატვირთო, სამგზავრო ავტომობილებისთვის და ფეხით მოსიარულეებისთვის. საბაჟო ტერმინალის ინფრასტრუქტურა კი ერთობლივი ქართულ-თურქული იქნება. საკმაოდ გაამარტივებს საბაჟო პროცედურებს იმ კუთხით, რომ ინფრასტრუქტურა მოგცემს იმის საშუალებას, რომ გამტარუნარიანობა გავზარდოთ აღნიშნული საბაჟოსი. შესაბამისად, საკმაოდ ხდება დახვეწა საბაჟო პროცედურების და აღნიშნული პროცედურა ბევრად გაუმარტივებს საქმეს როგორც იმპორტიორებს, ასევე ჩვენს ქვეყანაში შემომწმებელ ტურისტებს. მემორანდუმი საბაჟოს ერთობლივ მართვაზე საქართველოსა და თურქეთს შორის თითქმის 2 თვის წინ გაფორმდა. მშენებლობის დასრულების და ქართულ-თურქული კანონმდებლობის შეჯერების შემდეგ ერთობლივი საბაჟო მუშაობას დაიწყებს.